ჰაერის ხარისხის უახლესი ტენდენციები მონიტორინგისთვის რეგიონებში დამატებით 10 ავტომატური სადგური განთავსდება. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ძირითადი წყაროები განსაზღვრულია. ეს არის ავტოტრანსპორტი, ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენები და სხვა. ვითარება გაცილებით რთულია დიდ ქალაქებში. ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების დიდი მასშტაბის გამო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის ჰაერის დაბინძურება, რა იწვევს მას და როგორია საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით არსებული ვითარება. კახეთის, ქვემო ქართლის, გურიისა და იმერეთის ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიზნით 10 ავტომატური სადგური განთავსდება. თანამედროვე ხელსაწყო დანადგარებით მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში განხორციელდება. ატმოსფერულ ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლის კონცენტრაცია უწყვეტ რეჟიმში განისაზღვრება. სპეციალურ საიტზე კი ნებისმიერი ადამიანი შეძლებს თვალი ადევნოს ჰაერის ხარისხის დინამიკას. მიმდინარე წელს უკვე არსებულ მონიტორინგის სადგურებს დაემატება კიდევ ასეთი თანამედროვე ტიპის ავტომატური სადგურები სხვადასხვა რეგიონებში. ზოგიერთი სადგური შეიძლება განთავსდეს ფონურ ლოკაციაზე, მაგალითად პარკებში, ზოგიერთი სადგურის ლოკაცია იქნება მაგალითად საჯარო სკოლების ტერიტორიაზე და ასევე სხვადასხვა შეიძლება გზისპირა სადგური იყოს, რომელიც ამ შემთხვევაში ტრანსპორტის ზემოქმედებას განსაზღვრავს. სამრეწველო ვთქვათ ქალაქებში შეიძლება დაემატოს კიდევ სამრეწველო ტიპის სადგურები. ანუ მაქსიმალურად დაიფარება ყველა სახის დაბინძურების წყაროს აღმოჩენის საშუალება, რომ მოგვეცეს აი ამ სადგურებს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის მიზნებისთვის 2021 წელს საქართველოს ტერიტორია ზონებად და აგლომერაციად დაიყო. შემუშავდა სხვადასხვა წელს განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა. ავტომატური სადგურების განთავსება ქვეყნის მასშტაბით სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია. გარემოს დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საგზაო რუკა ავტომატური სადგურების განსათავსებლად იმ ქალაქებში, სადაც კვლევებით დადგინდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება. არსებობს ესეთი ჰაერის ხარისხის პორტალი, სადაც შესაძლებელია ამ სადგურებიდან მიღებული მონაცემების ნახვა. აქ აქვს ინდექსები, ეხლა როგორც ხედავთ, არის მწვანე და იმოცის პროფერის, ხო? როდესაც იმატებს კონცენტრაციები, ყვითელში როდესაც გადადის, არის შედარებით მომატებული. აი შეიძლება გაწითლდეს მონაცემი და მაშინ უკვე ესე იგი გადაჭარბება ფიქსირდება. ეს რუსთავში განთავსებული ავტომატური სადგურის მონაცემებია. მსგავსი სადგური საქართველოს მასშტაბით 15-ია. მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მესტიაში, ახალციხეში, ზუგდიდში და თელავში. ამ სადგურზე განთავსებულია ეგრეთ წოდებული გრავიმეტრული ხელსაწყო. ანუ გრავიმეტრული ხელსაწყოს პრინციპი ასეთია, წინასწარ ფილტრებზე ხდება ნიმუშების აღება და შემდეგ უკვე ტრანსპორტირდება ლაბორატორიაში. ეს ლაბორატორიაც არის გარემოს ეროვნული სააგენტოს კუთვნილება და ხდება გაანალიზება და ვიღებთ მძიმე მეტალების და ბეზაპირენის მონაცემებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევით 2025 წელს მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში საშუალო წლიურ ზღვრულად დასაშვებ ნორმას აღემატებოდა რუსთავში 2 სადგურზე. აზოტის დიოქსიდის გადაჭარბებული კონცენტრაცია დაფიქსირდა ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ჭიათურის, მარნეულისა და სენაკის დაკვირვების პუნქტებზე. 2020 წლისთვის საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად შეიმუშავეთ საგზაო რუკა roadmap-ი, სადაც განსაზღვრეთ ის კონკრეტული რაოდენობები ავტომატური სადგურებისა, რაც დაგჭირდებოდა ქვეყანაში ევროპული ჰაერის ხარისხის შეფასების სისტემის შესაქმნელად. წელს ჯამში ავდივართ 25 სტაციონარულ სადგურზე და აგრეთვე 3 მობილური სადგურის გვეყოლება, რომელიც ფუნქციონალიც სწორედ ისეთივეა, როგორც სტაციონარული სადგურისა, თუმცა მისი გადატანა შეიძლება სხვადასხვა ლოკაციებში. შესაბამისად, ამით ჩვენ სრულად საქართველოში გვექნება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური ქსელი, რომელიც დააკმაყოფილებს ევროპულ მოთხოვნებს. ვალდებულებაა, რომ იმ ზონებში და აგლომერაციებში, სადაც გაქვს ჰაერის ხარისხის დაბინძურება, სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა იქ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით. წელს სრულდება ეს პირველი ეტაპი აღნიშნული გეგმებისა, ბოლო გეგმა, რომელზეც ახლა მუშაობთ, ეს არის დასავლეთის ზონის გეგმა, რომელიც მოიცავს ქუთაისს, ჭიათურასა და ზესტაფონს. ამავდროულად უკვე ვიწყებთ გეგმების შემუშავების მეორე ეტაპს. ანუ ამ გეგმების მიზანია, რომ ერთი მხრივ ცენტრალურ დონეზე ჩვენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკოორდინირებს აქტივობებს, რომელიც სრულდება სამთავრობო დონეზე, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობა, იმიტომ რომ არის დაბინძურება არის როგორც საერთო ეროვნული პრობლემა, აგრეთვე ეს არის ლოკალური პრობლემაც. ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით არის დაბინძურება შემცირდეს. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით ძირითადი დაბინძურების ანთროპოგენური წყაროებია ავტოტრანსპორტი, ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ნარჩენები. მსხვილ ქალაქებში ემატება სამშენებლო სექტორი, რაც მყარი ნაწილაკების გაფრქვევების მნიშვნელოვანი წყაროა. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ბუნებრივი წყარო გახდა საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოებიდან პერიოდულად შემოჭრილი მტვრის მასები. ბოლო წლებში შემცირების დინამიკა ნამდვილად ფიქსირდება, თუმცა ასევე ვაწყლებით შემთხვევებს, როდესაც მაგალითად 2022 წლამდე ძირითადად აზოტის დიოქსიდის დამიძურების პრობლემებს ვაწყლებოდით ხოლმე საავტომობილო გზების და სატრანსპორტო კვანძების მიმდებარედ, თუმცა დავიფიქსირდა რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც ამ სატრანსპორტო გზების და სატრანსპორტო კვანძების მიმდებარედ არსებულ რეკრეაციულ ზონებშიც გამოგვივლინდა აზოტის დიოქსიდის გადაჭარბებული კონცენტრაცია. რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და საჭიროებს მნიშვნელოვან ყურადღებას, თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ ის წერტილები, სადაც დაბინძურება ფიქსირდება, ბოლო წლებში მცირდება, მაგალითად თბილისში 2025 წელს აზოტის დიოქსიდის მონიტორინგი ხორციელდებოდა 29 წერტილში და გადაჭარბება დაფიქსირდა 12 წერტილში. რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით გაუმჯობესებული მდგომარეობა, თუმცა 12 წერტილი 29 წერტილიდან არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვეშვათ და არ ვიზრუნოთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე და რაც თავარია ტრანსპორტიდან დაბინძურების შემცირებაზე. ჰაერის ხარისხის მონიტორინგი საქართველოში ხორციელდება როგორც ავტომატური სადგურებით სხვადასხვა ქალაქში, ასევე მობილური სადგურებით, რომლის გადატანა შესაძლებელია სხვადასხვა ლოკაციაზე. მონიტორინგის კიდევ ერთი გზა ასევე ინდიკატორული გაზომვებია, რომელიც წელიწადში 4-ჯერ 48 ქალაქში მიმდინარეობს.